ისევ გამარჯობა მეგობრებო, ისევ კარგი განწყობა, კარგი ურთიერთობა და ყველაფერი კარგი. რა თქმა უნდა, ღმერთი იყო ჩვენთან. ჩვენ გავაგრძელოთ ეს გუშინდელი ვიდეო. ჩვენ იუტვადან მივდივართ ნევადის მიმართულებით, ერთი დაგვს ერთი 100 მაილი. ლანდშაფტი არ იცვლება. გუშინდელ ვიდეოში ხო თქვი, რომ წითელი მე მეგონა წითელი მთები იქნებოდა, მაგრამ არა, იმიტომ რომ ფაქტობრივად იმ მთების გორაკების ლანდშაფტიდან იუტვას ქალაქიდან სენ-ჯორჯიდან მივდივართ ნევადის ქალაქში პიოჩეში, ქალაქი თუ რა ვიცი. ვეგონა რომ რაღაცა ლამაზი იქნებოდა მეორდები, მაგრამ არა, ბუნება ასეთია და გუშინას თქვი რომ მინდა სათქმელი თქვა და მოგიყვებით ახლა აგერი ერთი 100 მაილი გვაქვს გასავლელი იმ ადგილამდე და ჩემი სათქმელი და მოგახსენოთ ჩემი ნაფიქრი და ჩემი ამბები. ჩვენ როგორ ვამბობთ, ჩვენი არხი ემსახურება ადამიანების დადებით პრობლემები გადაჭრან დადებით და ჩვენი გამოცდილებიდან, ჩვენი ფიქრებიდან და ჩემი სხვადასხვა მაგალითებიდან გამომდინარე. დავიწყოთ. თუ გზაში რამე საინტერესო შეხვდა, ხო დავითოვა დავაფიქსირებ. ესე იგი გუშინ მინდოდა უბრალოდ ეს დღეებია მინდა ისე თემა შევეხო, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან სხვა მასალა და ერთი პატარა ვიდეოთი ეს რა თქმა უნდა არ იქნება, მაგრამ ჩემ ამბავს მოგიყვებით, ამას მე კიდევ განვავსო. რა თემაა ესა? თემა ურთიერთობების მოთხოვნა, ანუ მოთხოვნა ურთიერთობებზე. ურთიერთობა როგორი ფართომცნებაა, ხო, ურთიერთობა მეუღლეებს შორის, ურთიერთობა და-ძმას შორის, ურთიერთობა მეგობრებს შორის, ურთიერთობა, რა ვიცი, აი ძალიან ის არის რა, ფართომცნება. ამ თემაზე მინდოდა საუბარი და რაღაცად ვემზადებოდი რა, თორე სერიოზული თემაა და უცბად ერთი 3-4 დღის წინ 3-4 დღის წინ უბრალოდ შედეგზე გავედით, მაგრამ ეს ურთიერთობა ჩვენ გქონდა კაი ერთი 3-4 თვე გრძელდება და ჩემდა გასახარად ძალიან დადებითად დამთავრდა და რაღაცნაირად უკვე ჩვენ გახსოვთ აი წინა იმ ბავშვიც ქალბატონზე რომ ვლაპარაკობდეთ მართლობის შესახებ და ეხლაც ეს მოდი ასე twins აღარ შეგიჭამ. ერთ სიტყვით 3-4 თვის წინ დამიკავშირდა ქალბატონი რა ახალგაზრდა ქალბატონი 25-26 წლის ასაკის. ეხლა მის სახელს და გვარს არ ვახსენებ, მაგრამ თუმცა ნებართვა მაქვს აღებული რომ ამ თემაზე მელაპარაკა. დამიკავშირდა ბატონო აკაკი, თქვენ ისე გვიყვარხართ, ძალიან დიდ პატივს აქცევთ და ერთადერთი ადამიანი ვინ ჩემ პრობლემას გადაჭრისო, ესო თქვენ ახართ. ამეთქი ჩემ ქმარსო ისე მოსოხათო, ისე უყარხართო, სული ძახისო, ეს კაცი ჩემი ბუნებაო, ჩემიო და ატიქცემსო. მაგრამო შეიძლება ამას არ უნდა ვლაპარაკობდეო, მაგრამ ძალიან დამეძაბა ჩემ ქმართან ურთიერთობაო. იქამდე დამეძაბა ურთიერთობაო, რომ უკვე ვფიქრობ, რომ ვაფშე გავშორდე და აღარ მინდაო რა, იმიტომ რომ აუტანელია უკვე ვეღარ ვიტანო და ბავშვებიც მეწოდებიანო და ვიფიქრე რა ვქნაო და თქვენო დაგიკავშირდითო. მეთქი რა შუა პირი დავარი რა მეგობრებო. ხა გაკვირვებამ კი გაიარა და ემა კი გაიარა, მაგრამ ეხლა ვფიქრობ რა კაცო, ჩემი რა საქმეა ცოლ-შორის, ეს ხო ჩვეულებრივი მომენტია, ხო? ასეთ გამოთქვაც ხო არის ცოლ-ქმრის ჩხუბიო, რეგვენსო მართალი ეგონაო რა. ეხლა ქალბატონი მოვიდა ჩემთან და თვითონ ეხლა ვფიქრობ რა ჩემ თავში, რომელი ფსიქოლოგი მე ვარ, ან რომელი ექიმი მე ვარ, ან რა ნახა ეხლა ამ ადამიანს ჩემში, რომ თავისი ოჯახის როგორ გითხრათ პირადი საკითხები ჩემთან უნდა განიხილოს, ხო? ანუ
ხალხო მდგომარეობაში ჩავარდი, იმიტომ ახლა რა პონტია. ეხლა მე ნუ არა ეხლა არ გიცნობ, თქვათ ეხლა რო იყო დეიდაშვილი, მამიდაშვილი ან კლასელი რაღაცა წლები მქონდეს და კი ეხლა ჩემი YouTube-ი და ის თუ რაღაცა მოგწონს და რაღაცა დადებითად როგორ ვთქვათ განივშვალე ჩემს მიმართ, ნუ შენ პირად საქმეებს ჩემში რატო უშო, ხო? აი არ არის რა, მეც მიმაჩნია რომ ეს ნუ მიმაჩნია ნუ ძალიან დისკომფორტი ვიგრძენი რა ამ კუთხიდან გამომდინარე. ეხლა რო გავიგო 4-იანი ნაჯდომი წარმოედგინეთ ეხლა, ხო? ეხლა იქ სვანერი მენტალიტეტი ეხლა მე იმას კარ ვიძახი ეხლა ყველგან ადამიანია რა თქმა უნდა, მაგრამ რა გარემოეშებ, რა გარემოებაში ხარ და სადაგა ცხოვრება გატარებული ეს ადამიანის ხასიათში ტოვებს რა. აი დამერწმუნება ვინც ერთი ორჯერ ციხეშია ნაჯდომი და ეს ცხოვრება გავლილია. აი მე პირადად რომ დავინახავ რომ დაველაპარაკები, ადა უცბად ხდებით, აი გული გულსაც ნობს რა. და უგებთ ეხლა მე იმას კავი რატო იჯდა, როგორ იჯდა, მაგრამ იმ გარემოებაში ეხლა მაგალითად ერთ უბანში გაზრდილი ადამიანები ერთმანეთს უგებენ, თქვათ განათლებულ სისტემაში ნაცხოვრები ხალხი ერთმანეთს უგებენ, სპორტსმენები ერთმანეთს უგებენ. აი ერთ გარემოში აი მოკლედ ვიტყვი, ერთ გარემოში რო იზრდება ადამიანი და რო ცხოვრებას რო გაადის, ძალიან უნებურად ურთიერთობა მყარდება, ხო და ბევრ საერთოდ ნაპრობლობ და ერთმანეთთან მიდის ასე თქვათ ურთიერთობა. ახლო თუ ცუდი თუ კარგი ურთიერთობა მიდი. ნუ ყოველ შემთხვევაში ერთმანეთს უგებენ ის ადამიანები, ვინც ერთად აქვს გატარებული. Continue on U-turn. ხო, მოდა რას ვამბობდი? ნუ ეხლა მე ჩემ აზრით ვიზიარებ ყველაფერს და ნუ ეთყობა ესე იგი 15 წლიანი ოჯახი ქონდა და პერიოდულად ესე იგი 20-21 წლის იყვნენ რომ დაუხდნენ სიყვარულით გამომდინარე, მაგრამ ამ ბიჭმა თავისებური ცხოვრება სხვა მიმართულებით წაიყვანა, მაგრამ ამ გოგოს უყვარს და ურთიერთობა აქვს ჩამყარებული, მაგრამ პერიოდულად რაღაცა ამ კაცს მოულიდა, გადაულიდა, იძაბებოდა ოჯახში ურთიერთობები და მაგრამ მაინც ოჯახი არ დაანგრეულა და ერთად მიუყვებიან ამ ცხოვრებას. მაგრამ ძალიან ბევრი დაპყრობები და ბევრი ჩხუბები და ბევრი რასაც ხდება ოჯახი და ხო იცი ხო ოჯახი ბევრი რაღაცაა, ხო, ბავშვების გაზრდა, მატერიალური შემოტანი უნდა იყოს და ამ დროს ეხლა შენი მეუღლე ხან ციხეში წამოვა, ხან გამოვა და მეუღლეს ქარს თავისებურად უჭკის, ხო, ერთად ბევრი დაპყრობებია, მით უმეტეს დღევანდელ სამყაროში და დღევანდელ მოცემულობაში. ნუ ბევრი რო არ ვილაპარაკოთ მეგობრებო, ისევ დაეძაბათ ამ წყვილის ერთმანეთთან ურთიერთობა და ოჯახი დაანგრევამდე მიდის საქმე რა, მიდიოდა საქმე. და ამ გადამწყვეტ მომენტში ეხლა ოჯახი დაანგრევა მიდის, ეს ქალბატონი ნერვიულობს თავის ოჯახზე და უნდა რომ გადააჩინოს ოჯახი, უნდა რომ ეს სიტუაცია შეცვალოს, რაც მათ ოჯახშია და მიკავშირდება მე. რა გინდა როქნა? შენ თუ მიშველიო მეუნება ეს ქალბატონი. მეთქი მე რა გიგი, იმიტომ რომ შენო მაგის ბუნებაში ჩაჯდებიო, შენს გავლილი გაქვს ეს ცხოვრებაო, იმასაც მსგავსი ცხოვრება გაქვს გავლილიო რა. ნუ საპატიმრო ფიგურიზმო და შენ როგორ ამხელა რაღაცებსო ჭკვიანურ რაღაცებს ეთქვა ჩემი მაპურებელი იყო, უყურებ და შენი მაპურე და შენი ბუნება მე ვიციო, იმ ჩემი ქმრის ბუნებაც ვიციო და იმ გიჟობებს და იმეებსო შეეშვასო და შენო ხوار დაელაპარაკებიო რა. უთხარი, ეხლა თქვენ ისეთ რაღაცას მეუნებით, ეს ჩემი საქმე არ არის. ეს თქვენი ოჯახი. არა, მაგრამ მე ვიცი შენ რო დაელაპარაკები, მათ თავიჭკუაზე მოიყვან. მე რა უნდა დაველაპარაკო ხალბატონო? მე რა ჭკუაზე იმას თავის ცხოვრება აქვს, მე არა თქვენო საერთოდ ბევრს ნახავო.
და თქვენ ვიცით არწმუნებული რომ მაგასო ჭკუაზე მოიყვანო. გამია თავსატეხი გამიხდა რა. ეხლა კი შეიძლება ეს ქალბატონი მოიშორო, მოკლედ თუ ჩემი საქმე არ არის ქალბატონი დამანებე თავი ამის მაგას. თან შინაგანი ბუნება მეუნება რომ ცოდვა ეს ქალი და იქნებ რაღაცა რჩევამბისი ან რაღაცა და ან მე რა რჩევამბისო, არ მინდა რომ ჩემგან წავიდეს წასულიყო ძალიან გულდაწყვეტილი და ისედაც უკვე ხელი ქონა ჩაქნეული უკვე ადამიანი უკვე თავიჭკუაზე არ იყო, იმიტომ რომ არ უნდოდა სამი შვილის პატრონები და ოჯახის დაანგრევა და რაღაცა თვითონ როგორც თავის კვრის სიცულელეების გამო. მეთქა ხალბატონო მეთქი იქნებ ეკლესიას წახვიდეთ მოძღვართან მეთქი არაო მოძღვარი რა თვიდაო ისინიო მაგათ კაცი როგორ ენდობა აი შენთან მინდა კონსულტაცია გავიარო. ნუ ხალბატონო მე ფსიქოლოგი არა ვარ კონსულტაცია არა მე ვიცი რომ შენ მიშველიო რა. მეთქი თან მეცინება თან არ მინდა მეთქი მე ვინაო და მეთხარი იცით რა მეთქი მოდი რა დრო მომეცი მეთქი რა და ორ დღეში მოდით მეთქი და განვიხილოთ მეთქი და კარგიო იცოდე ორ დღეში მოვალო და იცოდეო შენ ახარო მარტო იცოდეო მე ვიცი რომ შენ მიშველიო მეთქი ხალბატონო ხო გუში ფიქრობ ეს ქალი თავის აზე არის ასეთ რაღაცაზე გეუბნება და ნუ კაი მომეცით ორი დღე მომეცით მეთქი და მე მოდით მეთქი ნუ რამექნა მივადექი თქვენ ბიბლიას ჩაუჯექი აი მეც თითქოს აი როგორ გითხრათ იცი აი აზარტი კი არა მეც დამაინტერესა აბა შევძლებ თუ ვერ შევძლებ მაგრამ ბიბლიაზე კაი პასუხი ვინ უნდა გაქცეს. ასე თუ ისე კარგად ვიცი, მაგრამ ის მომენტებით გავიხსენე ის პატრიარქები და მამები რასაკეთებენ აბრაამის ისტორიიდან, ისაკი და დავითის ისტორიიდან გამომდინარე. ყოველთვის იმ გარკვეულ იმ საკითხებს ყოველთვის იპოვე, რაც გაინტერესებს ადამიანს. მაგრამ როგორია ახლა შენ მე შემიძლია კი უთხრა რომ მოდი იცი ბიბლიაში ჩაიხედე Continue on West U. აი ახლა 50 მაილი უნდა ვიაროთ პიტა უკვე ჩემს სათქმელს ვიტყვი არავინ არ შეგვიშლის ხეს პოლიციაც არ იქნება არ მგონია რომ იყოს და გავაგზავნოთ ჩვენი საუბარი ეხლა ფიქრობ ეს ქალი რომ მოვა ჩემთან ვეტყვი რომ მოდი ბიბლია წაიღო მომენტები განვიხილოთ ერთად და იქიდან მაგრამ ხალი იმდენად აღელვებული იყო, იმდენად აღელვებული, ჩემსკენ გქონდა მიმართულება და ეხლა როგორია ეხლა მე ნუ წარმოგიდგენია და ნერვიულობ რა ეხლა მე ას ჩემი რასაკვე ოჯახურ საქმეში ჩარევა. თუმცა მე იმ ქმარს რო გაიგორო ეს ხალი ჩემთან დადის ან ხალი რას მეუბნება და გინდა თუ არა შეხტი ჩემ ქმარსო და დაილაპარაკეო. ფიქრობ მე ჩემი რა საქმე ახლა წარმოიდგინეთ აი მამაკაცებს გეკითხებით ახლა თქვენ ცოტა რაღაცა გაურკვეველი სიტუაცია როგორ რაღაცა და ვიღაცა კაცი მოდის თუნდაც ახლა აი შეიძლება ექიმი იყოს ამ ფსიქოლოგია მაინც არა ასე და მით უმეტეს ვიღაცა მოდის და შენ საქმეს გიჩემს ცოტა აი ხო არ ვიცი აი ჯერ მარტო ამხელა დამცირებაა ხო ეხლა თვითონ თუ მოვიდეთ კაცი და ცოლი თუ ერთად მოვლენ კი მაგრამ ეხლა ცოლის დავალებით შენ მოდიხარ ქმარს ელაპარაკები და იქ ჭკუას ასწავლი ნუ რაც არ უნდა ძნული და ჭკვიანური აზრი უთხრა კითხვა ისე შენ ვინახარ ბაო შენ რა საქმე გჭირდა აი ხო მეცინება მაგრამ აი ესეთი სიმწარის ის იყო რა აი ფიქრები რა
პირველი საქმე ახლა მიდი იმ ხმას და გაურჩიე საქმე რომ შენ ცურს ასე არ მოიქცე ისე არ მოიქცე და გაურკვიე შენ კაც რა საქმეები ქონდა იმ ხალთან და შენი პირადი ცხოვრება გაქვს ჩემი რა საქმე იყო ხო დანეღა წამოდი ისიც ახლა ისეთი ცხოვრება ქონდა გავლილი და ახლა მეცა ამ ხალს ეგონა რომ ახლა მე ისეთი ცხოვრება მაქვს გავლილი ისე ჩვენ საერთოდ ვიპოვე და შენ რაღაცა გამოსავალს ნახავდა ვფიქრობ რომ რა უთხრა ახლა ამ ხალს და თავიდანვე ჩაუჯექი ახლა ურთიერთობების თავი ხო იცი ფსიქოლოგიური ციკლები გადავიკეთე გადმოვიკითხე ჩვენ ხო იცი სულ გაინტერესებს ახლა ურთიერთობა რა არის ურთიერთობა არის წეღანაც ვთქვი ძორთან გვართან რა ვიცი შვილთან ეს ცხოვრება არის ურთიერთობები ხო გაკ მოთხოვნა არა გაკ მოთხოვნა ან ახლა ვფიქრობ რომ ამ ცოლს ამ ხალს თუ ამ კაცთან რაღაცა ვერ მოაგვარა ესე იგი ურთიერთობა ვერ მოაგვარა ხო ან მასთან მიდი ბოროტო ან დედა არ ვიცი რა ჯერ სიდედრი და დედამთილის ამბავი მოგეხსენებათ ახლა ხალს ქმარი რო აწყინინებს რაღაცა გარბის ხოლმე დედასთან და მე დედა მოდის სიძეს და ხო იცდეს სიდედრის ძალის სიდედრის სიძე ურთიერთობის ისა ხო უკვე ეხლა როგორ გინდა უთხრა რომ საერთოდ როგორაა ბიბლიაში რომ ხალი რო გათხოვდება всё ის უკვე კაცის არის არც მამის არც დედის всё უკვე ოჯახი რო იქნება არის კაცი და ხალი всё არავის საქმე არ არის არც დედის საქმეა არც მამის კი შეიძლება ეხლა ჩემი გოგო სიტყვაზე რო გათხოვდა და რაღაცა ვერ მოაგვარა იქ საქმე გული დამწყდება და რა თქმა უნდა ვერზე დაუდგები მაგრამ ეხლა მე მაგათად პირადად ჩემი გოგოც გათხოვილია და რაც არ უნდა პრობლემა მოვიდე ოჯახი 100 წელი არ ჩავერევი გამორიცხულია ეხლა თუ მოვა ჩემ გოგოს რაღაცა რჩევას ვეთქვი ეხლა მე მივიდე მის ჩემ სიძესთან და იქ საქმეები გაურჩიო აი არ ვიცი მიუღებელია და ეს ხალი ამას თხოვდა რა მიდი მეთქი ვერ არის ეს ოღონდ მაგრამ თან მეწოდება ეხლა ფიქრობ ყველაზე კაი ვარიანტი იყო ისე თავი დამარება და მომაშორე მაგრამ ეხლა წოდები მართლა შემეწოდა და აი ხა ჩემ შემთხვევაში ახლა მაგათად ჩემი გოგო ახალსა პრობლემა თუ შეექმნა და რაღაცა ჩემი გოგო ჩემთან თუ მოვა და რაღაც შევას კითხვას ვეთქვი 100 წელი სიძესთან არ მივარ და არ დაუწყებ ლაპარაკს რა თუ სიძემ თვითონ დაამიწყო ლაპარაკი და რაღაც იქაც შევის საკითხო რა მე რა უფლება მაქვს უკვე მე ვიცი რომ всё ხალი რო გათხოვდება ხალი რო გახდება ოჯახს რო შეკრის ის უკვე სხვა სამყაროა და სხვა ისა მოხდებით ახლა ჩემ მენტალიტეტზე ისეთ ყვამიდა. ო დაუჯეკე რა ვქნა ახლა რა თქმა უნდა ფიქრობ და მე ძალიან ბევრი და ისევ ბიბლიაში ჩავედი და ისევ ბიბლიიდან გამომდინარე ოთმენაზე სიყვარულზე საჭიროებაზე აი ესე ჩავუჯეკე ესე ერთი დღე აი ესე ვიჯეკი წიგნებში რაღაცები და გავიდა ეს ჩემი 2 დღე მოვიდა ეს კალბატონი ჩემ ოფისში და ვიყურებს. ეხლა როგორ მეუთხარი ეხლა ჩვენ შორის როგორც კი თუ სადმე რამე გავიდა ჩვენ თვითონ დამთავრდება მეთქი რა. არა მეც ხო იცხარ როგორია მეთქი. იცი შენ მეუღლება რომ მე აქა ვარ? არა არ იცის. ხო. ხოდა არ ვიცი ეხლა მეთქი ეს არ უნდა გაჟონოს, იმიტომ რომ ამას მოყვება ჩემებურად აუხსენა კი ხო ემოცია ხალი რო ემოციებში რაღაცა და მეთქი აბა მომიყევი რა მოხდა რანაირად რატო მოხდა შენი ქმარი ხო გიყვარდა და რატო გაქვთ ჩხუბი რატო ვერ უგებთ ერთმანეთს მით უმეტე შვილები გქონთ ისა და კაი ფსიქოლოგივი დაუჯექი და მიხვებოდა თავის ამბებს 1 საათი 2 საათი 3 საათი მოვითმინე და მე ბონუს უთხარი მეთქი ყველაფერი შეშია მეთქი რა. შენ ხო გიყვარდა ეს? ეხლა ხო გიყვარს? რატო ნერვიულობ მეთქი? შენ იმიტომ ნერვიულობ შენ ამ ურთიერთობის დანგრევა არ გინდა. ეს უკვე ძალიან დიდი უპირატესობაა. შენ ნერვიულობ რომ ოჯახი არ დაგეკრეს. ეს ძალიან დიდი უპირატესობა და კარგია. ხედავ რომ შენმა მეუღლე ბევრჯერ გაწყინდა. მაგრამ ისეთ შეხედეს რომ იმას თავისებური ცხოვრება აქვს და შენ გვერდზე უდგე ხარ, მაგრამ ხო შეიძლება რაღაცა
შენ თავში შეიხედო, კი, ის რაღაცებს აშავებს, რაღაცების გულისთვის ნერვებზეა მოშლილი, რაღაცების მიზეზი აქვს, ის ტყუილობა თუ არ არის, იქნებ ჩაწვდე იმ მიზეზებში. ხო და აი მაგიტომ მოვედი რომ ის მიზეზები ამიხსნაო და მინდა რომ ის მიზეზები აღმოფრასო იმანო და ის მიზეზებიო რაც იმ კაცო, ჩემ ქმარსო აღიზიანებსო და აგიჟებსო, აი ეს რომ მოუგვარო. მე ვთქვი ხალბატონო, მე ვერ მივარ თქვენ ქმართან. გამორიცხულია. აბა მაშინ რა აზრი აქვს? მე შენ გეტყვი შენ რა უნდა გააკეთო მე. თორე მე შენ ქმართან რა უნდა უთხრა კაცო შენ? არა, აბა მაშინო მე შენი ავტორიტეტი იმის ჯერაო და იმას დაარწმუნებო. მე ვერ ვარწმუნებო ჩემ სიმართლეში და ჩემ პოზიციებზე რომ ვდგავარო, ისო ართმოსო და მე შენო დაგიჯერებს, იმიტომ რომ შენ ვიდეოებსა და იმეებს უყურებს და ძალიან დიდ პატივს აქცევსო. პატივ შეიძლება კი მცემდეს, მაგრამ ჩემი რა საქმეა მის პირად საქმეში შესვლა მეთქი. აბა სხვანაირად როგორ მე ხომ მინდა რომ მე ვერ დედას არ უჯერებსო, ვიღაცაც მასო არ უჯერებსო, მე არ მიჯერებსო. შვილებთან ცუდი ურთიერთობა აქვს და მაშინ რა ვქნაო, მე ვინ არ მინდაო რომ დაიკარგოსო, არ მინდა ოჯახი დამეკრესო და რამე ცრებლები მოსდის ხალხს. მეთქი ხალბატონო, მე მესმის თქვენი, მაგრამ მე იმ ქმართან ვერ მივარ, ხალხს და ვერ მივარ. აი ესე ცაცხალი თვალებით მიყურებს. აი ლამის გასკდა რა და მეც ხო უყურებ, ხა მე ვიცი რომ მართალი ვარ და ყველა მხრიდან არ შეიძლება ამის რაღა მივიდე იმ ქმართადას. ნუ არა გამორიცხულია, რა მე ჩემი შვილი, ჩემ სიძესთან ვერ მივარ, მასაც აკითხე, ხო? მაგრამ მე შემიძლია შენ გითხრა მეთქი და შენი მინუსები მე რა მინუსებია, მე მართალი ვარო, ეს ხალი მეონება. აი მოდი დავждე და გავარჩიოთ, რატო ხარ მართალი და რატო ხარ ის არის თვანდე შენ მართალი. მეთქი შენ არა ხარ მართალი. შენ შეიძლება მართალი იყო, მაგრამ მოქმედებებში და საქციელებში შენ რასაც აკეთებ და რეაქციას გამოხატავ, ამაში არა ხარ მართალი მეთქი. თვალები დაჭრიდა ის რემები, როგორ აბა მე რატო მე ხო მოგიხევიო ის როგორი ცუდად იქცევა და არ მინდა ცუდად რომ მოიქცესო. შენ კი იძახი რომ ცუდად იქცევა, მაგრამ შენ კარგად იქცევი? შენ თავში ჩაიხედე რა ხდება. არა მე ასპრეი მე აგე დედა მითხრაო, ჩემა ძმა მითხრაო და მე უბრალოდ ყველა მეუნებია რომ მოაშორე ეს ქმარი და დაშორდიო და მე არ მინდა დაშორებაო. მე მიყვარსო ისაო, მაგრამ ცუდად რო ექცევა იძულებული ვარ დავშორდე. და აი სიტყვა დავიჭირე. მიყვარს? კი მიყვარსო. აბა რატო ეჩხუბებ? აი იმიტომ არ არის სწორი, იმიტომ რომ ის როგორც აზოტ დედა მითხრა, არ იქცევა სწორად ციხეში და ჯობია მასეთ ადამიანს დაშორდეო და შენ გინდა მეთქი დაშორება? თუ იძულებული გამხდები დავშორდება. არა, შენ გულში ჩაიხედე, შენ გინდა დაშორება, შენ გინდა შენი სიყვარული დაივიწყოს. არა, მაგიტომაც მოვედი არ მინდაო. ხო და აი მაგას უნდა ჩავეჭიდო და მაგრამ შენ კი გინდა არ დაშორება, მაგრამ შენ ყველაფერს იმას აბრალებ და შენ თავში არ იხედები, შენ მეთქი და აი აქიდან და უცბად რაღაცა თვალები გაუმწყიდა და შემომხედა. ხო და აი ეხლა მე შენ თვალებში ხედა მეთქი. თუ ჩვენ უკვე სწორ გზაზე დავდგებით მეთქი, მაგრამ ჩვენ რასაც ვილაპარაკეთ, ჩვენ რასაც განსაზღვრავ, ეს დარჩება ჩემსა და შენ შორის. არავითარ შენ არ ქმარი, არავინ არ უნდა შენ თავი უნდა შეცვალ და მით უმეტეს რო გიყვარს შენი ადამიანი, შენ გატაკი, გაწვალა, გაგაბრაზა, გაწყინინა, მაგრამ აი ზო გიყვარს და ის კარგი მარცვალი რო არის, რატო ძირავ და რატო სადღაც აგდებ იქით. და ალბათონი რაღაცა შეიცვალა და მეუბნება ისმენ. ხო და აი ხა დავждეთ და ეს გავშიფრო და ყველაფერი შენში რაც არის, შენში ის მინუსი დავინახოთ. ის არა პლუსი გააკეთოთ გიყვარს და აი ეს მინუსები ამოვატივტივოთ და დავშალოთ. მრავალ როგორ იძახიან, მაგრამ დავშალოთ და დავალაგოთ და გადავანაწილოთ. ხალი ასე მიყურებს
და დავიწყეთ, წავიდა დრო და 1-2 მოვიდა. რაც კი ცოდნა მქონდა, რაც კი ცხოვრებისეული გამოცდილებები მქონდა, შინაგანი ისინი ყველაფერი, მაგრამ მე რაც ცხოვრებისეული გამოცდილებები მქონდა, აი რაც უფალი გვეუბნება და რაც ბიბლიაში წერია და რაც იმებში წერია, აი ეს ამოვტივტივე და ცოტა გაუჭირდა, ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ გავიდა დრო და ყველაფერი კარგად დამთავრდა. ჩვენი ძირითადი საუბარი იყო ურთიერთობაზე და ჩვენ ხო ვიცი რომ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და უბრალოდ ცოტა დაფიქრება გვინდა რა როგორ რანაირად და დაფიქრებაც არ გინდა უფალი გვასწარვის როგორ მოიქცეთ ზომიერება შფოთი ჩვენ კი ვიდა აი შფოთი რო არის შფოთი უნდა დააშოშმინო ყველა ადამიანი ბავშვობიდან მოდის რავი რომელიმე ბავშვი თქვენ გინახიათ ცუდი, ყველა ანგელოზია და ყველა რამაზია, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ რაღაც გარემოებაში ვარდება ოჯახი, საზოგადოება, სკოლა, უბანი, მერე ყალიბდება ადამიანი, მერე ყალიბდება ურთიერთობები. ზოგჯერ აი ცუდი ურთიერთობები, ზოგჯერ დამახინჯებული ურთიერთობები და რო ხედავი დამახინჯებული ურთიერთობებია, შეეცადე რომ გამოასწორო, დამახინჯა აი დაღუნულია და გაასწორე რა. მით უმეტეს ამდენი სწავლებები გვაქვს, ამდენი წიგნები გვაქვს, ამდენი ამდენი უფალი ყავს და ცოტა დავფიქრეთ ხო? ადამიანებს გვეზარება დაფიქრება, გვეზარება რაღაცა ცოტა ენერგიის დახარჯვა და მით უმეტეს, როდესაც ავიც ახლა წერანაც ვქნებ, აი უფალი ყველაფერს გიშლის, ყველაფერს გილაგებს, ყველაფერს და იმ ურთიერთობები რა ემოციას რო შენ ვერ აკონტროლებ და კი ახლა ბუნებრივად ხა ისინი არა ვართ ახლა ჩვენ რა ქვია უსულო საგნები არა ვართ ხო სული გვაქვს ზოგჯერ მაგრამ აკონტროლე ურთიერთობა არის ემოციების რეგულირების ასე ვთქვათ ხელოვნება შენ თუ ეს ურთიერთობა ვერ დაარეგულირე ხო მარტო აი და ჰუ და ჰაი და ემოციების გაშვება ძალიან ადვილია გაფუჭება ძალიან ადვილია ანგრევა ძალიან ადვილია. მით უმეტეს სიყვარულზე რო გაწყობილი და დაწყობილია შენ კი გასაგებია ისინი მეუღლე თუ არა ახლა მნიშვნელობა კაცია მე უკვე საერთოდ ვიძახი ურთიერთობაში რაღაცაში შეეშალა რაღაცაში ვერ განსაზღვრა რაღაცაში ვერ მოწვინა რაღაცაში ვიღაცას აყვა ამოკეკე გაანალიზე დაფიქრდი და ამას ქვია ურთიერთობა ხოდა ვარი ასეთი ნათქვამის რომ მერტი არ მოგცემს ისეთ პრობლემას რომ ვერ გადაჭრა და უბრალოდ ისე და ისე გვიდა დავფიქრდეთ და იმოქმედოთ ზომიერად ლამაზად და გემრიება და რას ვამბობდი 3-4 დღით რა ყველაფერი უკვე კარგად არის დღეს ადრე ვიყავი თბილისში რომ ვიყავი და ეს ქმარი მეთქი ეს ქალბატონი მეუბნება ქმარიო ჩემი ქმარი უნდა მოიყვანო გაგაცნო მეთქი რამე ხო არ უთხარი არა აბა როგორ გაგაცნო და მეთქი რატო ჩემზე ხო არ უთხარი მეთქი რამე მეთქი და არა შენო როგორ პატრიცია აი მე მინდაო რომ შენ ჩემზე როგორ იმოქმედო იმას უთხრა მეთქი ხო არ გაგიშთი აი მან ხა ცდები მეთქი არავითარ შემთხვევაში ეს ჩათვალეთ ჩვენ რაღაცა მოახერხეთ, მაგრამ მე რამე კი არ გასწავლე რაღაცა. უბრალოდ მე გაჩვენე, რომ არ უნდა დაიზარო და რაღაცა ცხოვრება ხან ისე მოხდება, ხან ასე მოხდება და არავითარ შემთხვევაში მე რაშუაშია ეს ყველაფერი. აი ეკაც გონებაა ჩასართველი მეთქი და გაეცინა და ყველაფერი კარგად არის. მე ჩემი რა საქმეა იმ ოჯახში. მე უბრალოდ ეხლა ამას რო ამბობდი მე სახე და გვარს არ ვიტყვი მიხდება ის ალბათ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისეთ მამინდა რომ უნდა გაუთხიდეთ ერთმანეთს ის ოჯახი ახლა კარგად არის სამი შვილი შეხუმ რომ ოჯახი დაანგრევა ვიღაცებს უჯერებ რა მე რომ რაღაც შენი ქმარი რაღაცა სწორად არ იქცევა რაღაცას შენ გონი არ იქცევა ჩაუჭეკი რა ის ხო შენია თქვენ ხო ერთი ხართ თქვენ ხო ერთი ორგანიზმი ხართ ერთი ისახა და
რატო ვიღაცას რაღაცას უჯერები, დედამ გითხრა, იქ ძმამ გითხრა, იმან ვიღაცამ აზრი. მიხედე შენი ოჯახია და შენ იმას უნდა მიხედოს ადამიანმა და ამას ვიცი. კარგით მეგობრებო, ცოტა ისეთი გამოგივიდა და მე ჩვენ ჩემებურად უკვე YouTube-ებზე დავიწყეთ ლაპარაკი და ეს ისეთი თემაა, რომ აი სხვა მასალა ამის შესახებ და დავიწყავთ ამ YouTube-ებზე აუცილებლად ჩემებურ ხედვას მოგახსენეთ, თქვენი აზრით მაინტერესებს და ძალიან მარტივი, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს. всё, აი ეს რო გაქვს უკვე ნებისმიერ ურთიერთობაში, რო გაუფრთხილდები ერთმანეთს, ყველაფერს გაუმკლავდი. ნასწავლი ხარ, პროფესორი ხარ, მძღოლი ხარ, თუ რა ვიცი, მუშა ხარ, თუ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. და განათლებასაც არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს, უნდა გაუფრთხილდე. განათლება ეხა შეიძლება მე არ ვიცოდე კვანტური თეორიები და რაღაცები, მაგრამ ის ხო შემიძლია რომ ჩემ ახლობელს, ჩემ საყვარელს, ჩემი ოჯახის წევრს გაუფრთხილდე. რა გვაკავებს ამაში? სატანა, არ გამოგია. კარგით მეგობრებო, ყველას გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და ალბათ მივართ ახლა ევადაში. დიდი არაფერი, თუ რამე საინტერესო იქნება, ჩვენ თავისთავად სათავად დავაფიქსიროთ და გადავიღოთ შემეცნებითი ვიდეოები. ყველას გემშვიდობებით, აბა გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებში. იმედია